მოდით, სანამ გადავალთ გამოკითხვის შედეგებზე, გავიხსენოთ, თუ რა არის ტანადობის დარღვევა და რატომაა ის მნიშვნელოვანი საკითხი. ტანადობა არის სხეულის სწორი და ბუნებრივი მდებარეობა, რომელიც უზრუნველყოფს ხერხემლის, კუნთებისა და სახსრების ჰარმონიულ ფუნქციონირებას. ტანადობის დარღვევა კი გულისხმობს სხეულის პოზიციის ისეთ ცვლილებას, რომელიც იწვევს ხერხემლის არასწორ გადახრას, კუნთოვანი ბალანსის დარღვევას და საბოლოოდ, ჯანმრთელობის პრობლემებს. ტანადობის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის მძიმე ზურგჩანთის ტარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი მხოლოდ ერთ მხარზეა გადაკიდებული. არასწორი ჯდომის მანერა, როდესაც ადამიანი მუდმივად მოხრილია, ან ზურგს არასწორ პოზიციაში აჩერებს. მჯდომარე ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და კუნთების სისუსტე. საგნების არასწორი ტარება, მაგალითად მძიმე ჩანთის ერთი ხელით მუდმივად ტარება, რაც სხეულს ერთ მხარეს ხრის. მაღალქუსლიანი ან არასწორი ფორმის ფეხსაცმელი, რაც ხერხემლის ბუნებრივ პოზიციას არღვევს. ტანადობის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგისა და კისრის ქრონიკული ტკივილები, ხერხემლის დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა, თავის ტკივილები და ზოგადი დისკომფორტი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დროული გამოვლენა და პრევენცია. ამ პროექტის ფარგლებში გადავწყვიტე შემთხვევით გამვლელი ადამიანები გამომეკითხა, რათა გამეგო, რამდენად ინფორმირებულები არიან ტანადობის დარღვევის შესახებ, ქონიათ თუ არა მსგავსი პრობლემა და როგორ ფიქრობენ, შესაძლებელია თუ არა მისი გამოსწორება. პირველი, ხსმენიათ თუ არა ტანადობის დარღვევის შესახებ. კი, მსმენია. ჩემს შვილიშვილს ექიმმა უთხრა, რომ მძიმე ჩანთა არ უნდა ატაროს, თორემ ხერხემალი მოუღუნდება. არა, არ ვიცოდი ასეთი რამ არსებობდა. ახლა ხვდები, რომ ალბათ ზურგის ტკივილები, რაც ზოგჯერ მაწუხებს, შეიძლება ამას უკავშირდებოდეს. კი, ვიცოდი, რადგან უნივერსიტეტში ლექციების დროს დიდხანს ვსხედვართ და ბევრი ჩემს გარშემო ამის გამო ზურგის ტკივილზე ჩივის. ჩვენს დროს მაგაზე არავინ ლაპარაკობდა. არანაირი ორთოპედიული ზურგჩანთები არ გქონდა და როგორც შეიძლებოდა, ისე დავდიოდით სკოლაში. კი, სოციალურ ქსელებში ვნახე, რომ არასწორად ჯდომა ხერხემალს აზიანებს. აი ეს კი ამ გამოკითხვის წრიული დიაგრამაა. მეორე, თქვენთვის ან თქვენი ახლობლებისთვის თუ ყოფილა პრობლემური ტანადობის დარღვევა. კი, ჩემი გოგო სულ დახრილი დადის, ექიმმა გვითხრა, რომ ამის გამო შეიძლება ხერხემლის გამრუდება განუვითარდეს. არა, პირადად ასეთი პრობლემა არ მქონია, მაგრამ ჩემს მეგობარს ძალიან აწუხებს ზურგის ტკივილები და ამბობს, რომ ეს მძიმე ჩანთის ბრალია. არასდროს მქონია ეგ პრობლემა. ახალგაზრდობაში ბევრს მოძრაობდი და შეიძლება ამიტომ. ჩემს შვილს ძალიან უჭირს სწორად ჯდომა, სულ ეცვლება პოზიცია და უკვე პატარა გამრუდება აქვს. მე არ ვიცი, მაგრამ დედა ჩემს წლებია აწუხებს ზურგი და ალბათ შეიძლება ამასთან იყოს კავშირში. აი ეს კი ამ გამოკითხვის წრიული დიაგრამაა. მესამე, როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ტანადობის დარღვევას ჯანმრთელობაზე? ეს მხოლოდ ზურგის პრობლემა არ არის, გონი, გულზე და ფილტვებზე გავლენას ახდენს, თუ კარგად არ იჭერ თავს. ალბათ დროთა განმავლობაში შეიძლება ტკივილი და დისკომფორტი გამოიწვიოს. არ ვიცი, ჩვენი თაობა ბევრს შრომობდა და ეგეთი რაღაცეები არასდროს გვაწუხებდა. არასწორი ტანადობა რომ მქონდა, ექიმმა მითხრა, რომ ეს შეიძლება თავის ტკივილებს და დაღლილობას იწვევდეს. არ მგონია ეს რამე განსაკუთრებულ პრობლემას ქმნიდეს. უფრო ესთეტიკური საკითხია. აი ეს კი ამ გამოკითხვის წრიული დიაგრამაა. მეოთხე, თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა ტანადობის გამოსწორება ვარჯიშით ან სხვა მეთოდებით? კი, ექიმმა გვირჩია, რომ ჩემი შვილიშვილი ცურვაზე შეეყვანათ, რომ ტანადობა გასწორებოდა. ალბათ შესაძლებელია, მაგრამ უკვე მოზრდილ ასაკში მგონი, უფრო რთულია. მე იოგას ვაკეთებ და ხვდები, რომ ზურგი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ასე რომ მგონი შესაძლებელია. მგონი, როცა პატარა ხარ, შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ ზრდასრულ ასაკში რთულია. არა მგონია, თუ ტანადობა ერთხელ დაირღვა, მისი სრულად გამოსწორება ადვილი იყოს. აი ეს კი ამ გამოკითხვის წრიული დიაგრამაა. გამოკითხვის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ტანადობის დარღვევის შესახებ მოსახლეობის ნაწილი ინფორმირებულია, თუმცა ბევრს ამ საკითხზე დაკვირვებული არ აქვს. ზოგი მას ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევს, ზოგი კი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე აცნობიერებს მის რისკებს. პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით. ზურგჩანთის სწორი ტარება, ჩანთა ორივე მხარზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს და მისი წონა სხეულისათი, ზე მეტი არ უნდა იყოს. სწორი ჯდომის პოზიციის დაცვა სასურველია ადამიანის სწორად, მერხთან სწორ კუთხეში და მხრები მოდუნებული აქვს. რეგულარული ვარჯიში, ცურვა, იოგა, გაწერვის ვარჯიშები და ხერხემლის გამამაგრებელი ვარჯიშები დიდად ეხმარება ტანადობის შენარჩუნებას.
ხანგრძლივი ჯდომის თავიდან აცილება. მნიშვნელოვანია, რომ დიდი ხნით ჯდომის შემდეგ ადამიანი ადგეს და იმოძრაოს. ტანადობის პრევენციისთვის აუცილებელია, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა დროულად მიიღონ ზომები, რათა მომავალში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აიცილონ თავიდან.